ამ ბანდა ხელისუფლებას აჩემებული აქვს, აი პირდაპირი მნიშვნელობით აჩემებული აქვს ერთი სიტყვა, დაკავშირებადობა და ყოველ 10 სიტყვაში 7, ან 10 სიტყვაში 6, ან 8 საერთოდაც არის სწორედაც რომ ეს სიტყვა დაკავშირებადობა საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, შესაბამისად ჩვენ ვართ რაღაცა ჰაბის სახელმწიფო აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან ვაკავშირებთ და ასე ბოდავენ. ოღონდ ბიზინა ივანიშვილის ამოცანა რა არის? ბიზინა ივანიშვილი დასავლეთს ეუბნება და ახლობით შემდეგს მაღიარეთ ისეთად როგორიც ვარ და მე ნებისმიერ ტვირთს, ნებისმიერს ალბათ ხმამაღალი ნათქვამია. მოკლედ ბევრ თქვენს მოთხოვნას დავაკმაყოფილებ, იმიტომ რომ მე ვარ შავი ზღვის ქვეყანა, საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა და შესაბამისად ყველაფერს თუ არა ბევრ რამეს შეგისრულებთ, ან საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის თამაში. რეალურად ეს არის პრიმიტიულობა, ბიზინა ივანიშვილს გონია რომ დასავლეთი ვერ გამოძებნის ალტერნატიულ გზებს და ბიზინა ივანიშვილს გონია რომ ყველაფერი ხახვივით შერჩება, მაგალითად მზია ამაღლობელის დაჭერა, დაპატიმრება, ზვიად რატიანის, სხვების ანდრო ჭიჭინაძე რომ არ ვახსენოთ, აგრეთვე პოლიტიკოსი პატიმრები რომ არ ვახსენოთ, წარმოუდგენელია. ბიზინა ივანიშვილი დაახლოებით შემდეგს ეუბნება, კიდევ ერთხელ ვიტყვი და სხვაგვარად ვიტყვი, მე ვიქნები ამ ქვეყნის ალიევი. აი ალიევი როგორიც არის, რომელიც რასაკვირველია ვერ დაიკვეხნის დემოკრატიით და ვერ დაიკვეხნის მაგალითად დასავლეთში აზერბაიჯანის გაწევრიანების პოლიტიკით, ამგვარი პოლიტიკა რასაკვირველია არ აქვს და ვაღიაროთ რომ არ აქვს აზერბაიჯანს, თუმცა ბოდი დავბედა ვიტყვი განჭრეტად მომავალში არ აქვს, მაგრამ 5-10-15 წლის შემდეგ რა მოხდება აზერბაიჯანის კონტექსტში ეს კიდე ცალკე თემაა. მე ვიქნები საქართველოს ალიევი, საქართველოს ივანიშვილ ალიევი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაპატიეთ ყველაფერი, ხახვივით შემრჩეს ყველაფერი, მაღიარეთ, ჩემი ლეგიტიმაცია აღიარეთ, მოიბოდიშეთ რომ მე მსჯიდით, დასჯას აკეთებდით ჩემსას სრულიად უსამართლოდ და მე უკვე ყველა ტვირთს არა, იმიტომ რომ იმ ტვირთებს, რომლებსაც რუსეთი დამიშლის, ალბათ მაინც არ გავატარებ, მაგალითად ტვირთებს არ გავატარებ და არ განვახორციელებ მეგა პროექტებს, მაგალითად ანაკლიას არ ავაშლებ, მაგრამ ფოთისა და ბათუმის პორტები რასაც მიიღებს, შავი ზღვით მიდი და იალა და გაიტანეთ რაც გინდა, ცენტრალური აზიის ტვირთები იქნება ეს, ჩინეთის ტვირთები იქნება, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად ამ ჩვენებას ისინი აწვევიან უკვე 2 წელია, მეტი, 3 წელია დაახლოებით, 2023 წლიდან და ამბობენ კიდევ დამატებით იმას, მე კანონებსაც მივიღებ, რაც მომეპრიანება, როგორი კანონების მომეპრიანება, იმგვარ კანონებს აგენტები იქნებიან ეს დასავლეთის გავაგდებ, თქვენი აგენტები გავაგდებ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მაპატიოთ, რომ ვიცოდეთ მაინც დასავლეთი ამაზე არ წახვება და მე გეტყვით რატომ არ წახვება. დასავლეთი არ წავა ამ კონცეფტთან არანაირ შეთანხმებაზე, ამას მე ეს ერთგვარი რაღაც გზამკვლევი არის ჩემი მეგობრისა და ჟურნალისტის კარგი კაცის თენგიზ აბლოთიას პოსტი და მე მას კითხულობ, პრაქტიკულად სიტყვასიტყვით წაგიკითხავდი და თავიდან ბოლომდე ვეთანხმები თენგოს, თუმცა იქ დაუწერე 99.9% გეთანხმები მეთქი, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა ნიუანსები, რომელიც სადავოა ჩემი მოსაზრებით, მაგრამ არსობრივად მე ვეთანხმები თენგო აბლოთიას, დასავლეთი არ წავა კონცეფტთან არანაირ შეთანხმებაზე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზინა დიქტატორია, ეს გასაგებია და ეს მართლაც ასეა, არამედ იმის გამოც, რომ ეს არის შეშლილი კაცი, დიახ, შეშლილი და არასანდო კაცია, ეს არის ძირითადი ლაიტმოტივი თენგოს, ძირითადი ხაზი თენგოს სტატუსისა, ტექსტისა, ეს არის უკონტროლო, შეშლილი, საკუთარი ხუშტურებით რომ მოქმედებს და ასევე წარუმატებელიო, თენგო აბლოთია ასე წერს, დიქტატორიო, წარუმატებელი დიქტატორი რატომ არის, ხო, ეს აღნიშნოთ ბიზინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მან სრული დიქტატურა მაინც საქართველოში, ავტორიტარიზმიც კი არა თუ დიქტატურა ვერ დაამყარა ქართული ხალხის წინააღმდეგობის გამო. ქართული ხალხი არის ასეთი შეშლილი, ბიზინა ივანიშვილის წეული გაგებით, შუბლით ასკდება დიქტატურასაც წინააღმდეგობას უწევს ბიზინა ივანიშვილს, ეს ივანიშვილს ვერ გაუგია, რატომ აკეთებს ამას, ერთგან და ერთხელ ბიზინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ თავი გაგიტყდებათო, ქართულ ხალხს ურჩევნია, რომ თავი გაუტყდეს, მაგრამ წავიდეს ბოლომდე იბრძოლოს. და ეს ამ ხალხს შეუძლია უკვე ახლა, ანუ 2026 თუ ამ პერიოდისათვის რაღაც ხალხს, რომელიც 35 წელიწადია იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას, საკუთარ ღირსებას, საკუთარ სუვერენიტეტს, საკუთარ თავისუფლებას და შეეჩევია ამ თავისუფლებას და აღარ უნდა რუსულ სივრცეში ან რუსული ყაიდის სახელმწიფოში ყოფნა არსებობა. თენგო აბლოთიას ამ თვალსაზრისით მე ვეთანხმები და არ ვეწინააღმდეგები, რასაკვირველია.
აქვე ესე იგი ხო თენგო ნახეთ როგორ წერს და საინტერესოა დასავლეთ სურს ამ დერეფნის განვითარებაში ფულის ჩადება განა არა წერს თენგო მაგრამ ვინ ჩადებს $1-საც კი აქ სადაც არაფორმალურ ფსიქიკურად დაავადებულ მართველს შეუძლია თავისი ოფოფების გამო 2000 კვადრატული კილომეტრის წეს ჩაკეტვა ასე წერს თენგო აბლუთი ერთი წამით წარმოიდგინეთ ალიევი ან ტოყაევი არც ერთი არ არის დემოკრატი ამნაირი სიგეჟე არც ერთს მოუვა თავში და არც მეორეს დიახ ბიზინა ივანიშვილი და ამ სიტყვას გავიმეორებ კიდევ ერთხელ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება აქ იგითხარით ბევრჯერ არის არაადეკვატური ტოყაევი პაშინიანი გაცილებით დემოკრატია ვიდრე ტოყაევი რასაკვირველია ტოყაევი და ალიევი ან უზბეკეთის ლიდერი ან ბევრი სხვა ლიდერი ბელარუსის ლიდერიც კი მეთქი ამას კი არ წერს აბლუთია მაგრამ მაინც გაცილებით ადეკვატური მოთამაშეა ბელარუსის ლიდერი ადეკვატურია იმიტომ რომ როგორც კი ტრამპმა მას სთხოვა პოლიტპატიმრების განთავისუფლება ბელარუსის ფორმალურმა ლიდერმა განთავისუფლა პოლიტპატიმრები აი წარმოიდგინეთ რომ დარეკოს ტრამპმა რაც წარმოუდგენელია და ურეკოს უშუალოდ ივანიშვილს აბასთუმნის უღრანებში გამაგრებულს და სთხოვოს რა ვიცი ანდროჯეჯინაძის განთავისუფლება ბიზინა ივანიშვილის ტანტრუმი იქნება თვალსაჩინო დაიწყებს სიფსიხეებს არაადეკვატურია ამის თქმა მინდა მეორე რის გამოც დასავლეთი ამ ყველაფერზე არ წახვება თენგოსეული აზრით ეს არის რუსული ფაქტორი ვაიდა ჩადო ამერიკამ ანუ გაგიჟდა დაუჯერა ივანიშვილს წახვა ივანიშვილს მოუბოდიშა ივანიშვილს დასავლეთმა ზოგადად აქ ინვესტიციები ჩადო ამან კი აიღო და ჩააბარა მთელი ეს ინფრასტრუქტურა რუსეთს გამორიცხავთ რომელიღაც ეტაპზე იმ შემთხვევაში თუ ამერიკული ინვესტიციები განხორციელდება დასავლური ინვესტიციები განხორციელდება დასავლურ ქართული შეიძლება ივანიშვილმა თქვას რომ აი ეს პროექტი რამნიშნულობა აქვს რომელს დავასახელებთ ის პროექტი ჩვენი ფულიც ხომ არის და ის ფული გადაეცა პირობითად გაზპრომს ან არ ვიცი როსნეფტს ან არ ვიცი ეს ელექტროსადგური გადაეცა რუსეთის რაღაც ელექტროენერგო კომპანიას მაგალითად ან საერთოდ სახელმწიფოს და ბუნებრივია რომ რუსეთთან და ჩინეთთან ბევრი საერთო არ უნდა ჰქონდეს დასავლეთს ეს არის დღევანდელი დასავლეთ საკრიტიკოსი ხშირად მაგრამ დღევანდელი დასავლეთის მიდგომა ამიტომ ეს დაკავშირებადობა ეს რომ გაუდით ერთიანად გაუდით ამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეს დაკავშირებადობა ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ დაკავშირებადობას აქვს ეფექტი მაშინ როცა ადეკვატურ მოთამაშესთან გაქვს საქმე მესამე ერთი მომენტიცო წერს თენგო აბლუთია დასავლეთი თანამშრომლებს დიქტატურებთან შუა აზიაში და ჩვენს რეგიონში ანუ ალიევი და იგივე თქვათ ტოყაევი და სხვები ტოყაევზე გაცილებით არადემოკრატები არიან და დიქტატორები ცენტრალურ აზიაში ოღონდ საქართველოსაგან განსხვავებით ამ ქვეყნებში ავტოკრატები 10 წლეულების წინ ავტოკრატიები 10 წლეულების განმავლობაში და წინ ჩამოყალიბდა ნახეთ რა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ავიღოთ ნებისმიერ უზბეკეთი მაგალითად ხო კატასტროფული ქვეყანაა დემოკრატიის თვალსაზრისით თუმცა მდიდარი ჩვენ ვიყავით რაღაც აი მოდი სხვაგვარად ვიტყვი აი ვინც მორწმუნე ხართ რაც უფრო მორწმუნე ხართ მით უფრო მეტი მოგეთხოვებათ ესეა ხო ქრისტიანობაში თუ თქვენ აკეთებდით ძალიან მომარტივებ რასაკვირველია 400 მეტანიას რაღაც დღეში და ახლა ველსახურს თხოვთ რომ 3 მეტანიას გააკეთებ მეტი აღარ შემიძლია ის ველსახური გეუბნებათ რომ 397-ს რატო არ გააკეთებ ანუ სხვაობას იმიტომ რომ შენ ასეთი მორწმუნე იყავი მე ძალიან ვამარტივებ საქართველოს იყო წინწაწეული ქვეყანა საქართველოს არ იყო უზბეკეთი საქართველოს არ იყო აზერბაიჯანი საქართველოს არ იყო სომხეთის და მისი დინამიკა არის ქვემავალი ქვემოთ წამოსული აი უზბეკეთის ამეთქი ასე ვიტყვი მაგრამ ასაკუთრებით აზერბაიჯანისა და უპირველეს ყოვლისა სომხეთის არის აღმავალი სომხეთი არის DST-ის წევრი ასია ბევრი ხელშეკრულება აკავშირებს მას რუსეთთან სომხეთის წინა ხელისუფლებებმა პრაქტიკულად ჩააბარეს სომხეთი რუსეთს მაგრამ ფაშინიანის პირობებში სომხეთი ცდილობს განთავისუფლებას ხოლო საქართველოს ცდილობს მიტენვას და ეს არის არა DST-ის წევრი საქართველოს მთავარი მინუსი საქართველოს დღეს შუა პროცესშიაო ამბობს თენგო აბლუთია და სწორია ვერ დაამყარა ვერ ჩააბეტონა დიქტატურა ბიზინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ჯერ არაფერი გარკვეული და ჩაბეტონებული ამ სიტყვას ხმარობს თენგო აბლუთია მიდის ბრძოლა ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის სურო უხეშად 68 ადამიანი დარჩეს რუსთაველის გამზირზე ეს მაინც ბრძოლა საზოგადოებასა და ხელისუფლებას წოდებულ ბანდას შორის იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის რომ არათუ 68 არა თუ 680 არა თუ 6800 68,000 არამედ 680,000 თუ მეტი არა
1,360,000 მოქალაქეა ამ ხელისუფლება წოდებული ბანდის მოწინააღმდეგე, რასაც არ ვეთანხმები თენგვაფლოთიას ის ტრამპის მიმართ რაღაც კენჭებია, ტრამპის ბოსტანში ჩაგდებული აბლოთიას მიერ ამას აღარ ჩავიკითხავ, ეს არის ის ერთი ნაწილი, რასაც არ ვეთანხმები და ბოლო და მთავარიო წერს თენგვაფლოთია, აი გაუბრაზდა არქიპო არუბიზინა ივანიშვილი ევროპას, რაო რასიზმს დაკეტავს დერეფანს მეტი არ იყოს ჩემი მტერი. ჯერ ერთი ანუ იმ შემთხვევაში თუ ბიზინა არაადეკვატური ისედაც არის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არაადეკვატური იქნება რასიზმს ეხლა აი მაგრამ რა უნდა ქნას მაგალითად ბათუმისაკენ ან ფოთისაკენ ტვირთებს არ გაატარებს მეტი არ იქნა ჩემი მტერიო ასე ამბობს თენგვაბლოთია ჯერ ერთი სხვა მარშრუტები მოიზებნება და მოიზებნება რა საკვირველია და მეორეც აქ უკვე თურქების აზერბაიჯანელებისა და შუა აზიის დესპოტიების ინტერესია მათ ბიზინას სიგიჟე სალფეხზე ჰკიდიათ აგინოს კაიაკალას რამდენის უნდა ურტყას საკუთარ ხალხს რა მათი საქმეა მაგრამ როგორც კი ბიზინას ხუშტურები საქართველოს გასცდება და ბიზინა ამაზეც კი წავარო შუბლით შეასკდეს ალიევს თუ ერდოღანს თუ ტოყაებს იმიტომ რომ დაყვაებს შეგდებოდათ ვახსენებ ყაზახეთს დიდი ინტერესები აქვს და კიდევ უფრო მეტი ინტერესები ექნება ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით ამ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში მერე უკვე მოაჯენენ ერთ ადგილზეო რაო ჯიგრებო ალიევს და ერდოღანს გამოუცხადებთ ომს ამას კითხულობს თენგო აბლოთია ასე რომ ორწლიანი ჯახირობა კიდევ 2 წელიწადი რომს გაგრძელდეს ანუ ეს 550 დღეა ქუჩაში ვარ და კიდევ 550 დღე რომ მოუწიოს ქართულ საზოგადოებას ქუჩაში დგომა შედეგი იგივე იქნება სანამ ბიზინა არ გაანთავისუფლებს პოლიტპატიმრებს ანუ არ იქნება ადეკვატური არ გააუქმებს რეპრესიულ კანონებს ანუ არ იქნება ადეკვატური მეორედ და ზოგადად არ დაუბრუნდება თუნდაც 2023 წლის მოდულ არ დაბრუნდება 2023 წლის მოდულში არანაირი აღიარება, რასაც ესე ითხოვს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ აი მე რაღაც დაკავშირებადობის ქვეყანა ვარ და მაღიარეთ და ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ყველაფერზე თანახმა მაინც არ არის, იმიტომ რომ გადამგდები კიდალაა ყველაფერთან ერთად, მანამდე არაფერი ანუ არ აღიარებენ მას, არანაირი აღიარება არ იქნება. 23 წლის მოდულს ახსენებს თენგო აბლოთია, მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ამ უკანასკნელსაც არ ვეთანხმები. იმიტომ რომ გონია რომ ბიზინა ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს არა 2023 წლის, არამედ 2012-13-14 წლების მოდულს როცა არსებობდა ბჟუტავი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ 16 წელს მაგალითად წავიდოდა. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილმა უნდა გამოასხივოს, რომ ის წამსვლელია და იმიტომ რომ კიდალაა. და სულ რომ ეხლა ადეკვატური იყოს გაანთავისუფლოს პოლიტპატიმრები გააუქმოს რეპრესიული კანონები და ასე შემდეგ კიდალა არის რა გადამგდები არის რა მას არ ენდობიან და აქედან გამომდინარე ახალი არჩევნები თუნდაც 2028 წლის არჩევნების შედეგად ბიზინა ივანიშვილი როგორც ასეთი უნდა დასრულდეს ეს იქნება დასავლეთის მთავარი მოთხოვნა იმიტომ რომ მას უბრალოდ არ ენდობიან და ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ევროპამ ეს ყველაფერი კარგად იწყა სიგრძე განებული აქვს ევროპა ამერიკას და დროაო კოცებმაც გაიგონ ბოლოს და ბოლოს რომ აი ამ მდგომარეობაშია აღმოჩენილი თავად ბიზნეს და ჩვენი ქვეყანაცო წერს თენგიზ აბლოთია მე არსებითად ვეთანხმები თენგო აბლოთიას ეს არის სწორი გზავნილი აკაოდა ნახეთ საინტერესო სიტყვა აკაოდა ჩვენ ვართ რაღაც დაკავშირებადობა შეგვიძლია აღმოსავლეთისა და დასავლეთისა რაღაც ჰაბი სახელმწიფო ეს ყველაფერი კარგია მაგრამ კარგია მხოლოდ დემოკრატიის პირობებში ეს რო იყოს საქართველოს რო იყოს აზერბაიჯანი სადაც ხალხს არასოდეს არ მოუღია ხმად არანაირი გამოცდილება არანაირი ისტორია არანაირი კულტურა პროტესტის არ არსებობს დემოკრატიის არ არსებობს აქ კიდევ აპატიებდნენ ბიზინა ივანიშვილს არაადეკვატურობასაც კი მაგრამ აი ეს არის ხალხი რომელიც იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 10 წლეულების განმავლობაში საბჭოთა რუსეთის პოსტსაბჭოთა რუსეთის წინააღმდეგაც და ახლა ვინც ხა იმან ჭორვილელმა აბასთუმნელმა და ამავდროულად რაღაც ზღვისპირეთელმა ბიზინა ივანიშვილმა კი ეცდება და ცდილობს ფაფხურობს და გარკვეულწილად გამოსდის კიდეც მაგრამ საბოლოო ჯამში არც არაფერი გამოუვა ამის თქმა უნდა თენგო აბლოთიასაც და ახერხებს კიდეც და მეც ამის თქმა მინდა და რამდენად მოვახერხე ეს კი არ ვიცი ნახვამდის მადლობა